უახლესი ისტორიის უტყუარი ფაქტები გოგა ხაინდრავას არქივიდან. ხანჯალაში შეგიძლია გადაიღო პირველ სართულზე. ორი ცალიდან ერთი ავტომატიკა. BTR-ის გვერდზე. აქეთი კურებია ორივე სართულზე. Ras წაართმევ, კაცო, შენ თავს მიხედე მან, წაართმევ. ამას უყურე, წაართმევ. უნდა მოსოკასო შენ. წაართმევ. აგართმევო ამ. შენ რას ამართო, ხალები რო არის. ნაძირალა შენ. ხარ მაინც შეგაიგე. ნაძირალა შენ, ნაძირალა. არ შეიძლება რა.
წინ დაგადაუწება მთელი საქართველო. საქართველოს გაუმართოთ მეტის თქმა რა მაქვს საქმენი. რომელიც მსოფლიოში სპიცზე უარესია, რესპუბლიკაში კი არა, თბილისში შევიგდიათ ავტონომიებს, ძირს წითელი რუსეთი. ხალხო, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, საბჭოთა კავშირი როგორ გამოდის განიარაღების წინააღმდეგ, განიარაღებისათვის როგორ იბრძვის, არ შეიძლება რომ მშვიდობიან დემონსტრაციას ამდენი ჯარი შემოარტყას და ამდენი ტანკი შემოიყვანოს. ეს სამარცხვინოა. ყველამ შეიგნოს, ყველამ გაიგოს, არ შეიძლება თავისუფალი ნების ჩარჩოებში მოქცევა. არანაირი ჯარი, არანაირი არმია ამ წამოწყებას, ამ თავისუფალი ნების გამოხატულებას ქართველ ერს, რომელიც ერთიან მუშტად არის დღეს შეკრული, ვერანაირი ძალა წინ ვერ დაუდგება. ყველამ გაიგოს, ყველამ შეიგნოს. აქ ამდენი ქალი ბადიაშვილის სახლის წინ იმიტომ არის მოსული, რომ მათ შვილებს, დედებს, მამებს, ძმებს დღეს სამუქჩიში ემუქრება, სიკვდილი ემუქრება. ჩვენ ტანკის ნაკვალევებზე მოვდიოდით. ეს სამარცხვინოა. დღეს თბილისმა ტანკების გუგუში გაიყვისა. ჩემი ხონა ბადიაშვილი დედის გაჩენილი შვილია. ბადიაშვილს ხაწყავს ცოლი, შვილები, დედა. ამდენი ქალის ხოვნა მიმართულია დღეს მისადმი. ვემედრებით, ვემუდარებით, მოგვაშორონ ეს ჯარი. ოკუპანტები არ შეიძლება. ყველაფერზე პასუხი ვაკაცრებს ცხოვრება. ჩვენ ტელევიზიით მოვისმინეთ ვიღაცები როგორ გვიწევენ აგიტაციას, როგორ გვხდებიან სამსახურებთან და როგორ მოვყევარ დემონსტრაციაზე, როგორ გვიხვევენ თვალს. უილია ხალხო, ჩვენ დღეს ერთმანეთს არ ვიცნობ. ქუჩაში ერთმა სარკივარმა შეგვაკავშირა. არავის ჭირდება არავისი აგიტაცია. მოვიდა დრო, ხალხი ყაღადებს, ხალხის ნება და ღვთის ნება ერთადაა დღეს. შობელი წირხვედრის საქართველოს ქალების სახელით შევავედროთ ბადიაშვილს, შევავედროთ დღევანდელ ჩვენ მთავრობას, რადგან დღეს ის არის ჩვენი მთავრობა და ჩვენი დაცვა, თავისი ხალხის დაცვა. მარტო მაგას შევედრება არა. მოთხოვნა, მოვიწყოთ გაიყვანოს ჯარები, მოვიწყოთ გაიყვანოს ტანკები, გაიყვანოს ტანკები. Arra
ეხება. თუ ჩვენი ბედი ეს არის, ჩვენ ამას ვაშკაცურად მივიღებთ. სიცილით, სიმღერით და მტერს არ ვენახობით, რომ გაშინია. სრემლები მოხდით, მივდივართ. როგორც ქრისტიანები, როგორც ქართველები ბოლომდე დაუძგებით მტრებს. ამიტომ თქვენი მხარდაჭერა, გვერდში დგომა, ჩვენთვის აუცილებელია დღეს. პატიაშვილს ნურაფერს ნუსხობ, ნუ მიმართოთ. ის აღარ არსებობს ქართველი ერისთვის. ის შერეცხვილია ქართველი ერისაგან. არაფორმალურ გაერთიანებებს, წმინდა ელია მარქსის საზოგადოებას, ეროვნულ დამოუკიდებლობის პარტიას, ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას უძახიან დისიდენტებს, მაგრამ დღეს დისიდენტები არის ეგრეთ წოდებული წიწკრებში მთავრობა, რომელიც ოპოზიციაში გვიდგას LR. დღეს ისინი არიან არაფორმალები, ჩვენ კი სულ ყველა, როგორც ჭეშმარიტი ქართველები, გამოვხატავთ საქართველოს, ქართველი ერის ინტერესებს. ამიტომ დავიყოთ ერთად. მარად სიკვდილის აღელვანი, ჩვენ სიკვდილის არ გვეფინია. გამოიწე გია. სამამულოების შემდეგაო. თუ შესწორები ეს ყველა მიდით რა ამ თავრობის ძალიან კარგად მოწმებული ამბავს, მაგრამ განსაკუთრებული დიდი კრახი ეს იყო ავღანეთი. 18 წლის ბავშვები, ახალგაზრდები, რომლებმაც
აბა წავედი გოგადატოვეთ და